გიგი უგულავა სასამართლოს ამ დღეში დაიწყება. პროცესზე დედაქალაქის მერს იმ თანაგუნდელი მოწმეების მოსმენა მოუწევს, რომლებმაც გამოძიებას ჩვენება მისცეს და აღიარეს, რომ ქალაქის ბიუჯეტიდან ანაზღაურებას პარტიული საქმიანობისთვის იღებდნენ. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორები და აგიტატორები ჩვენთან საუბარშიც ადასტურებენ, რომ შპს თბილსერვის ჯგუფში გაფორმებულები იყვნენ, თუმცა ამ ორგანიზაციისთვის არაფერი გაუგეთებიათ. სასამართლო დარბაზიდან ერთხელ უკვე აღმკვეთი ღონისძიების გარეშე გამოსული დედაქალაქის მერი ახლაც ამბობს, რომ სასამართლოს მშვიდად ელოდება, რადგან მართალია და სანერვიულოც არაფერი აქვს. ჩვენმა ჟურნალისტმა ცოტნე გეგეჭკორმა თბილსერვისში დასაქმებული კოორდინატორების შესახებ სკანდალური დოკუმენტების მოპოვება შეძლო და იმ კოორდინატორებსაც გაესაუბრა, რომლებიც თბილსერვისში იყვნენ გაფორმებული. სინამდვილეში კი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დაკვეთას ასრულებდნენ. კი, ვიყავი. და თბილისევის ჯგუფში რა საქმიანობას ეწეოდით? თბილისევის ჯგუფში არაფერს უბრალოდ ვიყავი გაფორმებული. გავდა მიკროკოორდინატორები და რა დავალებასაც მაძლევდნენ. თქვათ, იყო ბუკლეტების დარიგება, იყო თქვათ, მომხრეების გამოკითხვები რაღაცა. ეკატერინე ვარდოსანიძე, ნინო გუგეშაშვილი, ნანა ცხოვრებაშვილი. სამივე ქალბატონი დასუფთავების სამსახურის შპს თბილისევის ჯგუფის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ფიქტიური თანამშრომელი იყო. ეკატერინე ვარდოსანიძემ ჩვენთან საუბარი არის სურვა და გაქცევა ამჯობინა. დანარჩენებმა კი დაადასტურეს, რომ 2010-2011 წლებში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორები იყვნენ და პარტიულ დავალებებს დედაქალაქის ბიუჯეტის ხარჯზე ასრულებდნენ. მე აღნიშნე და ეხლაც ვიმეორებ. დიახ, ეს ადამიანები დავასაქმეთ, თვლი რომ გავაკეთეთ სწორი, ამაში არანაირი დანაშაული არ არის. შპს თბილისერვის ჯგუფი 2009 წლის 31 დეკემბერი. ბრძანები. შპს თბილისერვის ჯგუფში 2010 წლის 1 იანვრიდან შეიქმნა საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება და დაიშვას. განყოფილების უფროსის საშტატო ერთეული ხელფასი 1650 ლარი. განყოფილების უფროსის მოადგილის 2 საშტატო ერთეული ხელფასი 1320 ლარი. მთავარი სპეციალისტის 10 საშტატო ერთეული ხელფასი 1100 ლარის ოდენობით. ოპერატორის 1 საშტატო ერთეული ხელფასი 785 ლარი. წამყვანი სპეციალისტის 500 საშტატო ერთეული ხელფასი 400 ლარის ოდენობით. 2013 წლის 22 თებერვალი. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა. გაკეთდა განცხადება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დაფინანსების დანაშაულებრივი სქემის და დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების მითვისების შესახებ. დედაქალაქის მერს ბრალი წარედგინა და გიორგი უგულავა დაკითხვაზეც დაიბარეს. გამარჯვება თბილისო! მისი დავალებით 2009 წლის 31 დეკემბერს შპს თბილისერვის ჯგუფში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებისათვის ფულის დარიგების მიზნით სპეციალურად შეიქმნა საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება, სადაც ფიქციურად გაფორმდა 764 აქტივისტი. მე, თბილისის მერი, გიგი უგულავა, ვიღებ პასუხისმგებლობას. ვიცოდი, რომ 700 კაციანი ესეთი სამსახური დასუფთავების შპს-ში თბილისერვის ჯგუფში იქნებოდა. მე ამის შესახებ არათუ ვიცოდი, მე დავავალე ტარიელ ხიზანიაშვილს. თქვენ ახლა ეკრანზე ხედავთ შპს თბილისერვის ჯგუფში მერიის მიერ შექმნილი განყოფილების თანამშრომელთა სამსახურში მოსწრების ცხრილებს. დოკუმენტების მიხედვით, მაგალითად 2010 წლის დეკემბრის თვეში თბილისერვისის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში 490 ადამიანი მუშაობდა. არც ერთ მათგანს მთელი თვის განმავლობაში ერთი დღეც კი არ აქვს გაცდენილი. თბილისერვის ჯგუფის ამ განყოფილებაში ასეთი დოკუმენტები ყოველთვიურად ფორმდებოდა, როგორც 2000-ად, ისე 2011 წლებში. დოკუმენტაციას ვინმე ელენე ბახუაშვილი აწერს ხელს. იყო რაიმე ზეწოლა ქალბატონ ელენე თქვენზე? მან არის ამ. რა საქმიანობას ეწეოდით, რომ გითხრათ? არა.
ელენე ბახუაშვილს ჩვენ რუსთავში მის საცხოვრებელ სახლთან მივაკითხეთ. ბახუაშვილი, რომელიც ამჟამად მეუღლის სტოგონიძის გვარზე იმყოფება თბილსერვის ჯგუფში, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მარშრუტების მართვის განყოფილების მთავარ სპეციალისტად მუშაობს. მერიის მიერ დაფუძნებულ შპს-ში საქმიანობა 2007 წლიდან დაიწყო. 2010 წლის თებერვალში კი მერიის დასუფთავების საქალაქო სამსახურის მაშინდელი უფროსის ტარიელ ხიზანეიშვილის დავალებით საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის მოადგილედ გადაიყვანეს. მისი ყოველთვიური ხელფასი 1320 ლარით განისაზღვრა. თვლი რომ გამოძიებამ თავის ბნელ და ჩახუთულ ოთახებში ის 700 ქალბატონი, რომელიც დაკითხვაზე მიიტყვანა, ცალმხრივად წარმართა და მე დარწმუნებული ვარ სასამართლოზე თავისუფალ გარემოში იქნება ჩვენებების თავისუფლად მიცემის შესაძლებლობა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორი ბრძანდები. კი ბატონო. ვიყავი. ნანა ცხოვრებაშვილი თბილსერვის ჯგუფის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე იყო გაფორმებული და ყოველთვიური ანაზღაურების სახით 400 ლარი ერიცხებოდა. ჩვენს მიერ მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით ისიც სხვების მსგავსად დისციპლინირებული თანამშრომელია და სამსახური არც ერთხელ გაუცდენია. თუმცა ქალბატონი ნანა სრულიად სხვა რამეს გვიყვება. ის ამბობს, რომ 2010-2011 წლებში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორი იყო და თბილსერვის ჯგუფში ნამყოფი ერთხელაც კი არ არის. თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული შპს-დან ნანა ცხოვრებაშვილის ხელფასის სახით საერთო ჯამში 7704 ლარი აქვს მიღებული. არც ერთი დღე სამსახურში არ გივლია თბილსერვის ჯგუფში. არასოდეს. არასოდეს არც იცოდით რომ გაფორმებული იყავით. არც ხელშეკრულებაზე მოგიწერიათ ხელი. შეიძლება გითხრათ, დედას ეგონა რომ დასაქმებული იყო ნაციონალური ჯგუფი, აი რასაც უხდიდნენ თავისი საქმიანობისთვის. ანუ ის რომ საიდანაც იყო გაფორმებული, იქიდან იყო დასაქმებული. სამთავრობო პარტია იყო და ჩვეულებრივ ახლა სამთავრობო პარტია რო იყო, ჩვეულებრივ შეხება მქონდა მთავრობასთან. აი ამ კუთხით, რომ მე საზოგადოებრივი განცდა მაქვს ადამიანური, რომ ვარ საზოგადოების წარმომადგენელი. ხათუნახულ ორდავა დიდუბეთ-ჩუღურეთის რაიონში მდებარე 155 საჯარო სკოლის დირექტორია. შპს თბილსერვის ჯგუფის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ისიც წამყვან სპეციალისტად იყო გაფორმებული. მის სახელზე ამ ორგანიზაციიდან სულ 5630 ლარია გაცემული. 155 სკოლის დირექტორი ამტკიცებს, რომ თბილსერვისში სულ 3 თვე მუშაობდა და მისი საქმიანობა საცხოვრებელ კორპუსებში ბუნკერების გაუქმების შესახებ მოსახლეობის ინფორმირება იყო. თუმცა როგორ აიყვანეს, ის თბილსერვის ჯგუფში სამუშაოდ ვერაფრით იხსენებს. სამსახურში როგორ აიყვანეს არ გახსოვს. სამსახურში აყვანა, ახლა ესე ნამდვილად არ მახსოვს. შპს თბილსერვის ჯგუფზე საუბარი არის სურვა 136 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა ეკა ვარდოსანიძემ. რამდენიმე კითხვაზე რომ გავწევთ არსებობს. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე ისიც 2010-2011 წლებში ფიქტიურად იყო დასაქმებული. მის სახელზე თბილისელების ბიუჯეტიდან საერთო ჯამში 6830 ლარია გაცემული. ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორი ბრძანდებოდი. კი, ვიყავი. და თბილისერვის ჯგუფში რა საქმიანობას ეწეოდით? თბილისერვის ჯგუფში არაფერს უბრალოდ ვიყავი გაფორმებული. ნინო გუგეშაშვილი 137 სკოლის პედაგოგია. შპს თბილისერვის ჯგუფის თბილისის მერის მიერ შექმნილ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში 2010-2011 წლებში იყო გაფორმებული. ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორმა ფიქტიური სამსახურიდან 9630 ლარი მიიღო. და იქ არ მუშაობთ, არ და არა. არც არ არის სამუშაო არ შეგისრულებიათ ამ ორგანიზაციისთვის. ერთხელ იყო რაღაც სამუშაო, მე ხაზ თუ ვერ გავიხსენებ, მაგრამ რაღაცა იყო მან დაგვავალეს. მაგრამ თქვენ 2 წელი ბრძანდებოდით. 2 წელი ვიყავი, ხო. არ ვიცი რა ვეგეტუს ვეღარ ვიხსენებ. საგამოძიებო სამსახურმა საკმაოდ სრულყოფილად შეისწავლა აღნიშნული განყოფილების საქმიანობა და გამოძიებით დადგენილი არის, რომ არც ერთი კორესპონდენცია არ არსებობს, არც ერთი წერილი არ არსებობს და არც ერთი დოკუმენტური მტკიცებულება არ არსებობს, რომ აღნიშნულ განყოფილებას რაიმე სახის საქმიანობა რომ გაეწიოს. შესაბამისად, ამ განყოფილების შექმნის ფიქტიურობა დადგენილი არის უტყუარად გამოძიებით. სხვა დამატებით კომენტარს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში არ აკეთებენ.
აცხადებენ, რომ თბილსერვის ჯგუფის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. ეს არის სახელმწიფო ბიუჯეტის ჩაყენება შენი პარტიის სამსახურში, რაც არის კანონით აკრძალული და არის ძალიან სერიოზული დანაშაული. თქვენ რომ მე ვიცი საქმე, აი ხას რამდენიმე დღის წინ წავიკითხე ახალგაზრდა კაცის, რომელიც 28 ლარის საქონელი მოიპარა ბრელოკებზე ალაპარაკი დახლიდან და 11 წელი მიუსაჯეს. ის ციხეში 11 წელს იხდიდა 68 ლარის მოპარვისთვის. ჩვენ ლაპარაკობთ რამდენიმე მილიონზე, რომელიც არის ბიუჯეტიდან მოპარული. პირდაპირ მნიშვნელობით ეს არის მოპარვა, ეს არის ქურდობა ბიუჯეტის, როდესაც ჩვენ ფულს იხარჯავ არა იმაში, რაშიც დაგიმტკიცეს და უფლება მოგცეს, არამედ იმაში, რაშიც შენი გუნება განწყობის მიხედვით გადაწყდა. რამდენად კანონიერია გადამხდელების ფულით შევსებული ბიუჯეტიდან ერთი არის ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების დაფინანსება. ამ კითხვით სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროს მამუკა ქაცარავას მიმართეს. ჩემი კომპეტენცია როცა არ არის, არ ვიცი. არ ჩავრეულობა. რამდენად ნორმალურია თბილისელების ფულით ფინანსდებოდეს? არაფერი არ თბილისელების ფულით ფინანსდება თბილისელებს. არ არის ეს შეკითხვა, თუ გინდათ ამაზე რა გაგცემ პასუხი. შპს თბილსერვის ჯგუფი 2007 წელი ერთიანი შემოსავალი 18.860.126 ლარი. 2008 წელი 24.954.428 ლარი. 2009 წელი 26.897.734 ლარი და 60 თეთრი. 2010 წელი 31.053.106 ლარი და 40 თეთრი. 2011 წელი 38.868.967 ლარი. ციფრებს, რომელსაც თქვენ ახლა ეკრანზე ხედავთ, შპს თბილსერვის ჯგუფის ყოველწლიურ შემოსავლებს ასახავს. მიუხედავად მზარდ რამდენიმე ათეულ მილიონიანი შემოსავლისა, როგორც ირკვევა, კომპანია ყოველ წელს ზარალით ასრულებდა. ზარალი 2009 წელს 1.454.424 ლარი და 67 თეთრი იყო. უკვე 2010 წელს, მაშინ როცა თბილისის მერის არჩევნები ტარდებოდა, თბილსერვის ჯგუფის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური შეიქმნა. ზარალმა 2.016.109 ლარს მიაღწია. 2011 წელს 2.745.919 ლარი და 70 თეთრი იყო. 2010-2011 წლებში თბილსერვისის ზარალის ოდენობამ 4.762.029 ლარი შეადგინა. ეს თანხა თითქმის ემთხვევა საბიუჯეტო სახსრების იმ მაჩვენებელს, რომლის გაფლანგვასაც თბილისის მერს საგამოძიებო სამსახური ედავება. 2012 წელს შპს თბილისევის ჯგუფის შემოსავალმა 57.496.368 ლარს მიაღწია. 20 მილიონიანი მატება ქალაქ თბილისის საკრებულოს ნაციონალური ფრთის მიერ 2 წლის წინ მიღებულ გადაწყვეტილებას უკავშირდება. 2011 წლის 24 ივნისს დასუფთავების გადასახადი ელექტროენერგიის გადასახადს მიება. მაშინ საკრებულოს უმრავლესობა და თბილისის მერია ერთხმად აცხადებდნენ, რომ თბილისის ბიუჯეტში ამ გადაწყვეტილებით ყოველწლიურად 21 მილიონი ლარი დაეზოგებოდა. ეს ნიშნავდა 2-დან 1-ს, ან იმას, რომ ეს 21 მილიონი მანამდე საერთოდ არ ჭირდებოდა დასუფთავების სამსახურს. იყო მიმატებული ტყუილი და ვინაიდან წინასაარჩევნო პერიოდი იყო, შეეცადნენ, რომ რაღაც ესეთი პოპულისტური ქმედებები ჩაედინათ და ეს 21 მილიონი ისეთ პროექტებში გადაეტანათ, რომელთაც მოსახლეობის მოსყიდვას განახორციელებდნენ და მეორე ვარიანტი იყო მართალი, რომ 21 მილიონი იმიტომ აკლდებოდა ბიუჯეტიდან, რომ 21 მილიონით მეტი უნდა ამოღებულიყო თბილისელებისგან. ელექტროენერგიასთან რა კავშირი აქვს დასუფთავებას? ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ მოგვეფიქრებინა ისეთი ფორმა, რომელიც პირველ რიგში იქნებოდა სოციალურად სამართლიანი. თვითონ ეს აღრიცხვის სისტემა იქნება ზუსტი, სამართლიანი და ჩვენ მოგცემ შესაძლებლობას კიდევ უფრო მეტად დავასუფთავოთ და კიდევ უფრო მეტად სუფთა იყოს ჩვენი ქალაქი. მერის ამ განცხადებიდან 3 დღეში, ანუ 27 ივნისს დედაქალაქის მთავრობამ გამოსცა დადგენილება 16.09.652, რომლის მიხედვითაც დედაქალაქის დაგვადასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების განხორციელების უფლება სრულად შპს თბილსერვის ჯგუფს გადაეცა. ამავე გადაწყვეტილებით მოსახლეობიდან ამოღებულ გადასახადს უკვე მთლიანად ეს შპს განკარგავს. უკვე 2012 წელს რაში დახარჯა თბილსერვის ჯგუფმა მოსახლეობიდან ამოღებული ფინანსური სახსრები უცნობია. მიმდინარეობს შპს თბილსერვის ჯგუფის საქმიანობის რევიზია, რათა დადგინდეს ბიუჯეტიდან მიღებული
დანარჩენი თანხების ხარჯვის კანონიერება. ამ და სხვა საკითხებზე პასუხების მიღება თბილისის მერიიდან გსურდა. თუმცა უშედეგოდ, მერია მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის დასაკმაყოფილებლად მზად კვლავ არ აღმოჩნდა. როცა ჩვენ მოვვითხოვეთ ხელშეკრულება გაფორმებული თბილისის მერიას და დასუფთავების სამსახურს შორის, აღმოჩნდა, რომ ხელშეკრულებით არ არის გათვალისწინებული არანაირი ფინანსური ანგარიშების წარდგენა თბილისის მერიის წინაშე. ეს მართლა ცოტა გაურკვეველი არის. ნამდვილად არანაირი პრობლემა არ არის. წარდგე მართლმსაჯულების წინაშე და საზოგადოებას ღიად დავანახოთ ჩვენი სიმართლე. სიმართლე, რომელიც აი ამ ცარიელ ხელებშია. მიუხედავად იმისა, რომ ადრე ასეთი პრაქტიკა არასოდეს არ ყოფილა და არც ერთი ადამიანი აკვედი ღონისძიების გარეშე არ დარჩენილა, თბილისის მერთან მიმართებაში აი ეს გამონაკლისი სასამართლომ დაუშვა, რაც ცხადია ბადებს კითხვის ნიშნებს რამდენად ობიექტურად და მიუკერძოებლად იხილავს სასამართლო აღნიშნულ საქმეს. თბილისის მერის სასამართლო პროცესი ერთხელ უკვე შედგა 25 თებერვალს. თუმცა საქალაქო სასამართლომ პროკურატურის არც ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების მითვისება გაფლანგოში ბრალდებულ დედაქალაქის მიერ სასამართლომ არც 1 მილიონი ლარის გირაოს გადახდა დააკისრა და არც უფლებამოსილება შეუჩერა. 10 აპრილს გიგი უგულავას სასამართლოს წინაშე კიდევ ერთხელ წარსდგება. რადგან ჩვენ ვიცით საქმის გარემოებები, მასალები, მტკიცებულებები, ნაკლებად წარმომიდგენია, რომ ამას იურიდიულად როგორღაც გვერდი აუაროს სასამართლომ. ანუ ამ ტიპის დარღვევაზე სასამართლომ თქვას, რომ აქ დანაშაულის ნიშნები არ აქვს. სასამართლოდან ელის საზოგადოება, რომ ამ ამბავს მიეცეს შესაბამისი სამართლებრივი შეფასება. აქ მეტი ასაკეთებელი არის. პროგნოზი რა თქმა უნდა რთულია, პროკურატურა ყველაფერს ეცდება, რომ თეთრი ძაფით შეკეროს და კერავს, ზეწოლა მიდის მოწმეებზე. ჩვენ ვართ 7-9. გიგი უგულავას პროგნოზის გაკეთება უჭირს. მერი კვლავ ირწმუნება, რომ უდანაშაულოა. ჯგუფში გასაქმიანობას ეწეოდა. თბილისის ჯგუფში არაფერს უბრალოდ ვიყავ გაფორმებული. ასეთი გახდა პირველი გადაცემა გრიფის გარეშე. ჩვენ ერთმანეთს მომავალ კვირას, ისევ 21 საათზე მე-9-ზე შევხვდებით.